ბევრისთვის მუზეუმი არის სივრცე, რომელიც ასოცირდება რაღაც ნივთებთან, ძველ ნივთებთან და ამიტომ სიურპრიზია ყოველთვის, როდესაც ჩვენთან აბრეშუმის მუზეუმში მოდიან ბავშვები და სიურპრიზი ხვდებათ, როდესაც ვეუბნებით, რომ ჩვენ უნდა ვითამაშოთ. თამაში არის ალბათ ის, რომელთაც ყველაზე კარგად იგებს ბავშვი, იღებს ინფორმაციას და ყველაზე კარგად იმახსოვრებს. ჩვენ თამაშსაც აქვს წესები. წესები აქვს მუზეუმსაც, რომ ამ ოთახში საკმაოდ ხმაურია და ზუსტად ეს აცოცხლებს მუზეუმს. ჩვენთვის საკმაოდ დიდი სტიმულია, როდესაც ბავშვი მიდის, მერე ისე უკან ბრუნდება, იმიტომ რომ მოეწონა ჩვენთან. ან თითოეული მნახველი, რომელიც ასევე გვიბრუნდება, ან მასწავლებელი, რომელიც გვეუბნება, რომ მშობლებმა დამირეკეს საღამოს და მითხრეს, რომ რა მაგარი იყო, ბავშვები აღფრთოვანებულები არიან. ეს ერთი არტისტია, დორა ჰოფერი, რომელმაც გვაჩუქა ეს ქსოვილების კოლექცია. ჩვენ ამის მიხედვით ავაწყეთ თამაში. თამაში ხდება ბარათებით. ზუსტად იდენტური ბარათები გვაქვს დაბეჭდილი, როგორც ქსოვილებზე, ანუ ისეთივე გამოსახულებით. ეს არის სამაგიდო თამაშები, რომელშიც ბავშვი იღრმავებს იმ ცოდნას, რასაც იღებს ზემოთ ექსპოზიციის მოსმენის დროს, იმიტომ რომ ჩვენ უსვამთ კითხვებს. გარდა ამისა, ერთობა და საკმაოდ კარგად ინტერაქტიული თამაშია და საკმაოდ ჩართულები არიან.